როგორ უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო, როდესაც ხედავს, რომ სამართალდამცავი მოქალაქის ინტერესებს არღვევს, მის უფლებებს არღვევს და ძალადობს. ამ შემთხვევაში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გვიყვებიან იმ ქმედებებზე, რასაც უნდა სახელმწიფო ახორციელებდეს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთი მოქალაქე ყავს და მოქალაქის ინტერესი აქვს დაცული, როგორც გასული წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მაშინ როდესაც პოლიცია სასტიკად უსწორდებოდა მოქალაქეებს, მათ უფლებებს არღვევდა, თუმცა დასჯილი ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცველი არ ვნახავს. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ძალადობრივ რეჟიმზეა ახლა სიმთლიანი სისტემა აწყობილი, პირიქით იმის ნაცვლად, რომ ვიხილოთ დასჯილი დამნაშავე პოლიციელები, მათ აჯილდოვებენ. ამის მაგალითად მოჰყავთ ვახტანგ გომელაურის შემთხვევა, რომელიც არის მთავარი პასუხისმგებელი პირი სამართალდამცველების ქმედებებზე და სწორედ მისგან იღებენ წესით დავალებებს, როგორ უნდა იმოქმედონ, არა მხოლოდ დაკავებების დროს, არამედ შემდეგაც და ამიტომ მესამე სექტორში თვლიან, რომ ძალადობას ახალისებს თვითონ ხელისუფლება და სახელისუფლებო გუნდი. იმის ნაცვლად, რომ მაგალითად გომელაური იყოს დასჯილი, ან მისი რომელიმე ხელქვეითი ვხედავთ წახალისებას და დაჯილდოვებას. რამდენიმე დღის წინ ყაველაშვილმა გენერალ პოლკოვნიკის სტატუსიც კი მიანიჭა გომელაურს. იმ ისტორიაზე დაყრდნობით კი, რასაც ანრი კვარაცხელიას მეუღლე ყვება, თუ როგორ ძალადობდნენ მასზე, როგორი ძალის გადამეტებით დააკავეს მისი მეუღლე, სტრესის შედეგად როგორ შეუწყდა მას ორსულობა. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ გენერალურ ინსპექციას მოკვლევა წესით უკვე უნდა ჰქონდეს დაწყებული და კოკა კაციტაძის უწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე ვალდებულია დაიწყოს მოკვლევა, ოღონდ ეს უნდა იყოს დროული გამოძიება და არა ისეთი, როგორცაც ამ თვეების განმავლობაში ხედავენ, ანუ უშედეგო. ჩვენ ვხედავთ, რომ აი ზუსტად ესეთი ქმედებების გამო ორსულობა შეუწყდა კიდევაც კონკრეტულ ადამიანს, ხომ? ამიტომ ეს არის მართლაც ტრაგიკული რამ. ახლა რა თქმა უნდა, ესეთი ქმედებები იქნებოდა საგანგაშო ისეთ ქვეყანაში, სადაც რაიმე ხარისხის დემოკრატია მაინც არსებობს. დღეს ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, დღეს აი ესეთ ძალადობაში არიან ჩართული სამართალდამცავი ორგანოები და პირიქით, რაც უფრო მეტ ძალადობაში იქნებიან ჩართული, მით უფრო მეტად აფასებს მათ საქმიანობას ბიძინა ივანიშვილი. ეს არის იმ ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივი და წამების ციკლის გაგრძელება, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვადევნოთ თვალს. ეს რეჟიმი არინდობს არავის, არინდობს ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ორსულ ქალებს და ამ შემთხვევაში ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს იმის, რომ ამ რეჟიმს სათანადო პასუხი გაეცემა იმ უფლებადარღვევებზე, მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევებზე, რაც მათი მხრიდან ხდება. ამისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არის სახალხო დამცველის აპარატი, თუმცა სამწუხაროდ მის სიხმა ამ დრომდე არ გაგვიგია არც ამ შემთხვევის შესახებ. ამ მონოპოლიდან აშკარად იკვეთება არასათანადო მოპყრობის ძალიან აშკარა ნიშნები, თითოეული საპროცესო მოქმედების ჩატარებას, მათ შორის ჩხრეკის და ამოღების და დაკავების ღონისძიებებს აქვს თავისი საპროცესო წესი და როდესაც ეს წესი ირღვევა, როდესაც იქ მყოფ ადამიანებს პირდაპირ მნიშვნელობით ცემენ, ეს ამას გამოძიება უნდა დაიწყოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უნდა შეისწავლოს და ასე შემდეგ. ეს არის დანაშაული. ანრი კვარაცხელია 5 დეკემბერს გამთენიისას დააკავეს და მისი დაკავების დროს შეილახა მისი ღირსება, დაირღვა მისი უფლებები და გარდა ამისა სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც მის მეუღლეს, ასევე მისდას.